სიზმარი. ეს ფენომენი მეცნიერებისთვის დღემდე კვლევის საგანია. მიჩნეულია, რომ ღამით ყოველი ჩვენგანი დაახლოებით 5 სიზმარს ხედავს და მათგან მხოლოდ ის ამახსოვრდება, რომლის დროსაც გაეღვიძა. ალბათ ყველას ქონიათ მომენტი, როდესაც საშინელ სიზმარს ნახულობთ და აჩქარებული პულსით პანიკაში გეღვიძებათ. მსოფლიო მოსახლეობის უმეტესი ნაწილისთვის ასეთი საშიში სიზმრები ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ჩვენ შემოგთავაზებთ იმ სიზმრებს, რომლებიც ყველაზე ხშირად ესიზმრებათ ადამიანებს და იმდენად საშიშია, რომ ძილსაც გვიფრთხობს. საშინელ სიზმრებში ხშირია ასეთი სიუჟეტი. თქვენ სახლში თავდამსხმელები შემოიჭრნენ და თავს დაგესხნენ. როგორც ამბობენ, ეს სიზმარი გამოხატავს უცხო ადამიანების მიმართ შიშს. იშვიათ შემთხვევებში შეიძლება რეალურად გადატანილი ძალადობის მანიშნებელიც იყოს. წყალში ჩაძირვა არანაკლებ გვაშინებს. ალბათ ყველაზე მძაფრი შეგრძნება, რაც ამ დროს გეუფლებათ, არის ის, რომ ვერ იყენებთ საკუთარ შესაძლებლობებს. შეიძლება იძირებოდეთ ისეთ ადგილას, სადაც ირგვლივ ბევრი ადამიანია, მაგრამ ისინი ვერ გამჩნევენ. გინდათ გაცუროთ, მაგრამ საკუთარ სხეულს ვერ იმორჩილებთ. ეს სიზმარი ადამიანის მიერ საქმეში ბევრი ენერგიის დახარჯვას უკავშირდება. როდესაც ბევრი შრომის შედეგად იმედგაცრუების გარდა ვერაფერს იღებთ. კიდევ ერთი ნაცნობი კოშმარი. საკუთარ თავს სარკეში სრულიად შეცვლილს ხედავთ. დამახინჯებულს, კბილების გარეშე. გაღვიძებისას, რასაც პირველ რიგში აკეთებთ, აუცილებლად იხედებით სარკეში, რათა დარწმუნდეთ, რომ ეს მხოლოდ სიზმარია. ასეთ სიზმრებს ადამიანები ძირითადად ხედავენ მაშინ, როდესაც ცხოვრების რაღაც ეტაპზე სირთულეები ხვდებათ და ეშინიათ ამ სირთულეების გადალახვის. ანუ ადამიანები კარგავენ თვითდაჯერებულობას. საშინელი სიზმრის კიდევ ერთი ცნობილი სიუჟეტი. იკარგებით სრულიად უცხო გარემოში, სადაც არ იცით როგორ აღმოჩნდით. მაგრამ ჩართული გაქვთ თვითგადარჩენის ინსტინქტი და ცდილობთ გამოძვრეთ ბნელი ლაბირინთიდან. როგორც ამბობენ, ადამიანი, რომელიც ამ ტიპის სიზმრებს ხშირად ნახულობს, ვერ ხვდება რა გადაწყვეტილებები მიიღოს ცხოვრებაში და ვერ პოულობს სიტუაციიდან გამოსავალს. ერთ-ერთი სიზმარი, რომლისაც ყველას ეშინია. ეს არის მომენტი, როდესაც მოგსდევენ, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ვერ იყენებთ საკუთარ შესაძლებლობებს. მთელი ძალით ცდილობთ გაქცევას, თუმცა ფეხებს ვერ იმორჩილებთ. ყველაზე ხშირად ადამიანს მსგავსი სიზმრები ესიზმრება, როდესაც მას ემუქრება ის, რაც ერთხელ უკვე აიცილა თავიდან. ასევე აქვს შიში, რომ ვერ მოასწრებს ყველაზე აუცილებლად გასაკეთებელ საქმეს. ბოლოს კიდევ ერთი საშინელი სიზმარი, რომელიც მსოფლიო მოსახლეობის ნახევარს ერთხელ მაინც დასიზმრებია. თქვენ შიშველი ხართ სახალხო ადგილზე. სრულიად გაუაზრებლად აღმოჩნდით ქუჩაში. გრცხვენიათ. ადამიანები გაგვირდებიან და არ იცით რა მოიმოქმედოთ. უხერხულობისა და სირცხვილის გრძნობა გტანჯავთ. ეს სიზმარი შეიძლება დაუცველობის შეგრძნების დროს, ან მაშინ დაგესიზმროთ, თუ გეშინიათ, რომ თქვენი საიდუმლოებები სააშკარაოზე გამოვა. ერთადერთი კარგი მომენტი, რაც კოშმარულ სიზმრებს შეიძლება ჰქონდეს. ეს ის არის, რომ ეს ყველაფერი სიზმარია.